ამინდებს თუ არ ჩავთვლით, ზაფხული უკვე გვიახლოვდება. მინდა შემოგთავაზოთ საზაფხულოდ უგემრიელესი პეროგის რეცეპტი, რომელიც გამოდის ღუნღულა. რაც მთავარია, უმარტივესია მოსამზადებლად და ძალიან გემრიელია. თაში მოვათასოთ კვერცხი, ასე დავუმატოთ შაქარი და ვანილინი. ავთქვიფოთ მიქსერის დახმარებით გათეთრებამდეს. როდესაც მივიღებთ ჰაეროვან მასას, დავუმატოთ ზეთი და ასევე დავუმატოთ რძე. ყველაფერი ავთქვიფოთ მიქსერის დახმარებით. როდესაც ყველაფერი გაერთიანდება, დავუმატოთ გამოფხვრებელი და ფქვილი ერთიანად. გადავურიოთ დელიკატურად. მიღებული ცომი მოვათასოთ ყალიბში, რომელშიც იქნება წინასწარ დაფენილი საცხობი ქაღალდი. ცომის ზედაპირზე მოვათასოთ კუბებად დაჭრილი ატამი და გარგალი, ან ნებისმიერი ხილი, რომელიც სახში გაგაჩნიათ. ეხლა კი გამოვაცხობ მოვას აეროგრილში, Fed20 Pro-ში. 9 ლიტრის ტევადობისა, სიმძლავრე აქვს 2700 ვატის, ტემპერატურის კონტროლი კი 40 გრადუსიდან 230 გრადუსამდე. დროის კონტროლი კი 1 წუთიდან 60 წუთამდე აქვს. აეროგრილს აქვს ციფრული დისპლეი და რაც ძალზე კარგია, აქვს მინა, რაც მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვაკონტროლო კერძის სამზადისის პროცესში. 1 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით მოვას სრულ ასორტიმენტზე დახვდებათ ფასდაკლება, ასე რომ იჩქარეთ. პეროგს ვაცხობდი 170 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში. საბოლოოდ პეროგი გავაგრილო და მოვაყაროთ ზედაპირზე შაქრის პუდრა. ასეთი არაჩვეულებრივი უგემრიელესი პეროგი გამოგვივიდა. აუცილებლად სცადეთ, არენანით, ნამდვილად გემრიელია.